ჩვენი თანამებრძოლები ამ ერთი თვის განმავლობაში იყვნენ ჩასულები და ვიდეოები გადაიღეს ხაშურში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და უბრალოდ ნახოთ, იმიტომ რომ ამ ვიდეოებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურად გავრცელდა, ამ ვიდეოებს მოყვა შემდეგ ცვლილება იქ ვითარების და მინდა უბრალოდ მოусმინოთ ჯერ ამ ვიდეოებს რა მდგომარეობა ხაშურში იმ პირობებში, რომ არ არსებობს არანაირი ალტერნატიული ხმა. და არავის არ შეუძლია კრიტიკული აზრის გაჟღერება და ხალხის ტკივილის გაჟღერება მაგ პირობებში როგორ მართავენ იქ მდგომარეობას და ეს არ არის ექსკლუზიური მდგომარეობა, ხო, სხვა რაიონებშიც იგივე ვითარებაა, როცა ალტერნატიული კრიტიკის ხმა არ ისმის. აი ეხლა ვიყავით ხაშურში რამოდენიმე ლოკაციაზე და ეს რა ვნახე, არ ვიცი, რომელიმე მუნიციპალიტეტი ან ქალაქი ასეთ მდგომარეობაში იყოს გზის საფარი. არც ერთი ქუჩა, არც ერთი ცენტრალური ქუჩა, ხა ჩიხებზე ხო საუბარი ზედმეტია, რომ აი რასაც ხედავთ ვიდეოში, ხა ალბათ ეს არის ყველაზე კარგი გზის საფარი ხაშურში. ერთადერთი ნორმალური მოასფალტებული ტერიტორია ვნახე, აი მუნიციპალიტეტის მერიის ირგვლივ პატარა ტერიტორია, დანარჩენი არ ვიცი მეგობრებო, ამასთან შედარებით არ ვიცი ხა ბახმუტი და მარიუპოლი და რავი ღაზას სექტორი ამასთან მართლა 64-ია რა. საკვირველი რა არის? ხა ამათმა რომ მოვიდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თქვენთან აი 4 წელი რო არ გახსენებია თქვენი თავი და დაგპირდნენ, რას დაგპირდებოდნენ ხო გზის საფარის დაგებას პირველ რიგში რა დღეშია ეს და მერე კიდე ხო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე რო კიდე მოგაკითხენ ეზოებში. მე არ ვიცი ხა 100%-ობით კიდე ოცნებამ როგორ გაიმარჯვა და ეხა რავი ეს ამათი ბრალი როგორ შეიძლება იყოს კაცური. ეგ რა ხალხის ბრალი არ არის? ეს რა არის ეს? ასეთ წუმპეში ვინმეს მოსწონს ცხოვრება კაცო? აქ ბავშვები დადიან, ქალები დადიან, ვერ გაივლი ვერსად კაცო. ეს რა არის? რა ნახავს? არ ვიცი, ეს შეაფასე თქვენ მეგობრებო. ეს ხაშურში ესეთი მდგომარეობა. სადმე არის ესეთი მდგომარეობა? ეს მდგომარეობა ხალხო მანდ არის, აი ეხლა კი არ გადათხარეს. ეს არის, არ ვიცი, აი რაღაცა თვეები, ნახევარწელზე მეტი ხანია, კიდე უფრო დიდხანს, არ ვიცი, შეიძლება 1 წელია, ხო? აი ეს მდგომარეობაა ქუჩებში და არავინ ყურს არ იბერტყავს, არავინ არაფერს არ აკეთებს. აი კიდე მეორე კადრებია, ეს ჩვენი მხარდამჭერის გადაღებულია იქვე. ეხლა ვიმყოფები ქალაქ ხაშურში, კერძოდ ნინო წმინდის ქუჩასთან. ეს არის ეგრეთ წოდებული დოღლაურის არხი, რომელიც გასარწყავებისთვის გამოიყენება. თქვენ ხედავთ წყლის დინებას. აი ნახეთ წყლის დინებას. ეს არ გეგონოთ ამ წყლიდან შემოდენილი წყლის რაოდენობა იყოს, ან თოვლის დნობიდან გამოწვეული გამდნარი წყალი. აქ არის საკანალიზაციო სისტემა დაზიანებული. აი ნახეთ. ეხლა შუადღეა. დილის საათებში მასშტაბურად მეტი მოედინება. უფრო მეტი დაბინძურება დილის საღამოს საათებში. ჩაედინება დოღლაურის არხში. დოღლაურის არხი მიმართულებას აძლევს მოსახლეობისკენ. მარჯვენა მხარეს, რომელიც უფრო უახლოვდება მოსახლეობას და მოსახლეობის გავლით ჩაედინება მდინარე სურამულაში, რაც უფრო ზრდის მასშტაბებს, დაბინძურების მასშტაბებს. ქალაქ ხაშურის მერს, ბატონ პაატა ჩადუნერს, რამოდენიმეჯერ მივწერე არსებული პრობლემა. პასუხი ის არის, რომ ამდენი ხის პერიოდში ისევ ისე გასაკეთებელია, ისევ იწამლება გარემო, სანაგავოდ არის გადაქცეული, ფეკალიების გროვებია. აუტანელი მდგომარეობა, მოსახლეობა არის აგრესიულად განწყობილი. ამას უნდა ყურადღების მიქცევა და უპასუხისმგებლოდ მიდგომით არაფერი არ გაკეთდება. პირიქით აგრესია მოყვება, აგრესიას უპატივცემულობა მოყვება. ერთი პატარა ქალაქი გოს ხაშური, ერთმანეთს პირზე კოცნით უნდა ხვდებოდი და კარგი გამარჯვებით და ასეთი უპატივცემულობით ფიქრობ, რომ კარგი არაფერი არ გაკეთდება და ერთმანეთზე ლანძღვის მეტს ვერაფერს ვერ მივახცევთ. ამას მოყვა ერთის მხრივ ეს არხი გააკეთეს იმავე დღეს თუ მეორე დღეს, რაც ეს ვიდეო დაიდო,
ანუ აი ვიდეოები რო გავრცელდა და სოციალურ ქსელებში წაიღო ნახვები, ეს არხი გააკეთეს მალევე და ასევე ამ გზებთან დაკავშირებით ვიდეოების გავრცელების შემდეგ აგერ ხაშურის მერმა გააკეთეს შემდეგი განცხადება. ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის 2026 წლისთვის გამოიყო უპრეცედენტოდ დიდი თანხა, დაახლოებით 19 მილიონ ლარზე არის საუბარი, რომელიც აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მიმართული იქნება ხაშურის გზების რეაბილიტაციისთვის, კონკრეტულად ქალაქი მაქვს მხედველობაში. მსგავსი რაოდენობის დაფინანსება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ჩვენს მუნიციპალიტეტს აქამდე არ მიუღია, ამისთვის მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონალურ სამინისტროს, ასევე გუბერნიას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს. ეს თანხა მთლიანად მიმართული იქნება, როგორც აღვნიშნე, ხაშურის თვითონ ქალაქის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციისთვის. დაგეგმილი არის 15 ცენტრალური და ასევე მეორადი ქუჩების რეაბილიტაცია. ტენდერები უკვე გამოცხადებულია, ნაწილ მათგანზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება. მას შემდეგ რაც გზებზე ჩვენიანები იქ ჩავიდნენ, გადაიღეს ეს მდგომარეობა, დადეს ინტერნეტში, ძალიან გავრცელდა, ასეულობით ათასი ნახვა ქონა ამ ვიდეოებს, ხო, შემდეგ თუ მანამდე რაღაცა 1 წელი გადათხრილი იყო ხაშურის ქუჩები და არავის რეაგირება არ ქონა, ან ის არხი მაგ მდგომარეობაში იყო, მერე უცებ გამოაცხადეს, რომ ისე დაფინანსება მივიღეთ, როგორც აქამდე არ მიგვიღია და ეხლა გავაკეთებთ ამ ყველაფერს, ოღონდ მანამდე რატო არ იღებდნენ, ან ამდენი ხანი რატო უნდა იყოს ეს უმოქმედობა, ან რაში უნდა ჭირდებოდეს ვიდეოების გავრცელება და გეტყვით, რაში ჭირდება. ამის გარეშე სინამდვილეში ეგეთი პრინციპია ზოგადად, რომ ამის გარეშე საპირისპირო აზრის და კრიტიკის გარეშე, მოთხოვნის გარეშე, რომ აი ეს რატო არ კეთდება, იმის გარეშე რაღაცას რომ მოითხოვს ვინმე და გაავრცელებს ამ ინფორმაციას და ხელისუფლება დაზიანების პრობლემას იგრძნობს და ხელისუფლებას პოლიტიკური თვალსაზრისით ეტკინება ეს პრობლემა თვითონაც, იმიტომ რომ იგრძნობს, რომ ზიანდება ამითი, ეგ არის ობიექტური ბიძგი პოლიტიკაში. ეგრე მუშაობს პოლიტიკური მექანიზმი. თუ გვინდა რომ რაღაცას ხალხს უკეთებდნენ, უნდა არსებობდეს ხმა, რომელიც ამ გაკეთებისკენ მიწოლას ახდენს. ანუ აიძულებს, რომ აქტიური იყოს ხალხის ხმის გათვალისწინებაში და აი როცა მაგალითად გეუბნებოდით, რომ მნიშვნელოვანია ხალხო პატრიოტული პოლიტიკური ძალები, ეროვნული პოლიტიკური ძალა, ჩვენი თანამოაზრეების სახით წარმომადგენლებად გავიყვანოთ. მნიშვნელოვანია რომ ხარი დაუჭიროთ, იმიტომ რომ თქვენი ხმა იქნებიან იქ ადგილზე და თქვენ საქმეს გააკეთებით, თქვენი ხმა სხვა არავინ არ იქნება, რო გეუბნებოდით, ხო? ეგ მნიშვნელობა აქვს, ხო? ამდენი ხანი ახლა იგივე ხაშურში მდგომარეობა როა და კაციშვილი რო ხმას არ იღებს, ხო? ეხლა რაღაცა იცვლება, ჩვენიანები მივიდნენ იქ და გადაიღეს, ხო? და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ იგივე გიორგი ოსიტაშვილი ყოფილიყო ხაშურში ხალხის წარმომადგენლად და უფრო მეტი ერთი ადამიანი და ორი ადამიანით მეტი მაინც რომ ისულიყო და გარშემო ეთქვათ ჩვენიანებისთვის, ჩვენიანებს დაერწმუნებინათ კიდე უფრო მეტი ადამიანი ან რა დარწმუნება უნდა ხო უყურებს არა ხალხი რა მდგომარეობაა ეთერებს უყურებს და ხალხი ყოფილიყო უფრო აქტიური და თავის წარმომადგენლად აერჩიეთ მაგალითად გიორგი ოსიტაშვილი ხაშურში მირზა თევთიძე ვინც აი გადაიღო ვიდეო ერთ-ერთი ხო ბათუმში საგარეჯოში დავით ნაცვლიშვილი კიდე ერთი ვიდეო ვინც გადაიღო ხო ასეთი ხალხი მთელი საქართველოს მასშტაბით რო მოხერხებულიყო და გასულიყო წარმომადგენლებად, ხო? ყველგან გეყოლებოდათ ერთი ადამიანი, რომელსაც თქვენი გულისტკივილი აწუხებს, რომელიც არ შეუშინდება ხმის ამოღებას, არ მოერიდება მთავრობის გაკრიტიკებას, რომელსაც ექნება იმის შესაძლებლობა, რომ თავისი ნათქვამი დიდ მასას მიაწვდინოს და ისეთი დაზიანება მიაყენოს კარგი გაგებით. ხელისუფლებას რომ აიძულოს ხალხის მიმართულებით გადადგას ნაბიჯი და ეხა ისედაც თანამდებობის გარეშეც კი იბრძოლებენ ჩვენიანები ეგეთი ხალხია რომ თანამდებობის გარეშე კი არა რასაც
რა შესაძლებლობაც აქვთ საქმეში და ერის საქმეში დებენ და რისკის და ბრძოლის გარდა არაფერი არ მიუღია და მაგის თქმა არავის არ ჭირდება გარწმუნებით აგერ არავინ არ თანამდებობაზე არ არის და არაფერი, მაგრამ ჩავიდნენ და რაღაცა გულის ტკივილს გამოხატავენ და მათი გამოხატული გულის ტკივილის შედეგად იქ ადგილზე ხალხ მდგომარეობა გამოუსწორდება და მაგრამ იმ შემთხვევაში რომ მათ ქონოდათ საშუალება ტრიბუნის აღების რო აი რაღაც ხმა უკეთესად გაევრცელებინათ ხო და მეტისთვის მიეწვდნენ მეტი ინფორმაცია ქონოდათ ეგ ხო ისევ ხალხს წაადგებოდა არა ეს მერები ეს გამგებლები რომლებიც არ ვიცი რა კრიტერიუმებით ირჩევიან რა მოტივაციით ირჩევიან ხო რა მოტივაცია აქვს ესე ხო ისედაც ყავს კაცო ყველა რაიონს და სადმე კი არ წავიდოდა კაცო ისევ იგივე ხალხი იქნებოდა და რა ვიცი თუ ვინმე ძალიან უნდოდა ეს მერები და ეს გამგებლები რავი ეყოლებოდა ასე მარტივად მთავრობას ჯერ ვერავინ ვერ შეცვლით მაგას დიდი შრომა და დრო უნდა მაგრამ ხალხის ხმის გამოხატველიც ხო უნდა გვინდოდეს არა იმიტომ თავისით რო არ კეთდება აგერ ხო ხედავთ თუ ხალხის წარმომადგენლებმა არის აქტიური მათ გარეშე რო თავისით არაფერი არ გამოვა თუ ხალხის ხმის გამჟღერებლებმა არის აქტიურეს სხვანაირად რავი ესე ვართ როგორც ვართ ქვეყანას ყიდიან დემოგრაფია კვდება ხალხი ქვეყნიდან გაედინება შობადობა აღარ არის ოჯახის ინსტიტუტი ინგრევა დიდრდება მდიდარი კლასი კიდე უფრო მეტად ღარიბებს აგერ აუკრძალეს საერთოდ მანქანების ყიდვის საშუალება აუკრძალეს ახლა და საბოლოო ჯამში რასაც უნდათ იმას აკრძალავენ რასაც უნდა იმას გაიტანენ და ერთადერთი გამოსავალი რაც გვაქვს პატრიოტი ხალხის წარმომადგენელი ადამიანებისთვის ზურგის გამაგრებით უზრუნველყოთ ის რომ ისევ ჩვენი ხმა ჩვეულებრივი ადამიანების ხმა ჟღერდეს და რაღაცის გატანა შეგვეძლოს ამ პოლიტიკაში რაღაცა ჩვენი ჩვეულებრივი ხალხის ინტერესის გატანა შეგვეძლოს ამ პოლიტიკაში და ეს ფაქტები იმიტომ ვაჩვენ რომ სახასიათო მაგალითია იმისა რას შეცვლიდა რეალური პატრიოტი ეროვნული წარმომადგენლები რომ გაეყვანა ხალხს უფრო მეტ რაიონში და უფრო მეტი გაეყვანა და მომავლისთვის რადგან არსულში დაშვებულ შეცდომას ახლა სამწუხაროდ ვეღარ გამოვასწორებთ მაგრამ მომავალში გამოსწორება ის იქნება რომ ეს გავაცნობიეროთ ვინ არის ჩვენი რეალური ჩვენი მხარე და ჩვენი რეალური ხმის გამჟღერებელი ეგ გავაცნობიეროთ ეს რამდენად საჭიროა და მომავალში სხვა მიდგომით ვიყოთ